მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოს უკვე დასრულებულ ნადირობებზე ვწერე რა. ხო და ძალიან მაგრამ მოგეწონებათ ეს ვიდეო. პირობას გაძლევთ. 2 დღის ნადირობა არის. ამას გარდა გვაქვს საუბარი ჩვენს ქართველ ძმასთან გიორგისთან, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს უკვე მრავალი წელია და იქ ისწავლა ნადირობა და რაღაცა მცირე ასე ვთქვათ, გაცნობას გაგვიკეთებს ფრანგული სანადირო კულტურის თუ ტრადიციების შესახებ და გვექნება ასევე ბევრი სროლა საუბარი გიორგისთან და ასევე კურდღლის მომზადება ბუნებაში. თან საკმაოდ გემრიელი წესით, რომელიც აქამდე არ მქონდა გასინჯული და დღეს რომ გავსინჯე, მივხვდი რომ კურდღლის ნამდვილი გემო მე არ ვიცოდი. აუწიეთ ვიდეოს ხარისხს, ხმას და ჩართეთ და ისიამოვნეთ. აბა თქვენ იცით. შემდეგ შაბათ გვირამდე. Daşta.
კიდე შემოატრიალა. ცოტა ხნით გადაგადიშვილი ძალიან. გამოიქეცი ხა 500 მეტრა დაბლით. დაბლა ვერ ხედავ კარგად. მოდი. საათი თუ 40 წუთში ალბათ მე 7 წრე გააკეთებინა. ისე უკან მიუბრუნდა. მე მგონი სიცოცხლის კურდღელი კრივი შეხვდა. სასრულად ვერაფერი მივიყარე, მაგრამ დევნა არ გაჩერებულა.
საკიჟეთი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სანადიროთ ვართ ამოსულები დალი და ზეცათი. დღეს შედარებით უკეთესი ადგილია გაცილებით. შეგინაცვალ. ისევ გაიქცევით, ხო?
მიეხმარნენ სხვა ძაღლებიც. ურა კივილი მორთოზეცა დაინახა თვალად კიდე. ჩემი ყოჩახი. გაიმაზე სავარაუდოდ. აუ, რა ხდება ჩი? მერა წერამანდევნით შემოვიდათ ეს კურდღელი, ხო და დაბლა გამოიქცა სავარაუდოდ სხვა კურდღელი მეორეც იწვამად. ბიჭებმა რასაც ესროლეს. ზეცა ისევ იმაში გაჩერდა და დალი აყეფებენ. %99 მგონია რომ მაგაში წევს ისევ ის კურდღელი, იმიტომ რომ ამან შანსი არა კურდღლიან კურდღელზე გადავიდეს. აი მაშინ უნდა ეწვეს სადღაცას. თუ 5 კაც. აი. რაც თქვი. შემაგარო. შემაგარო. იდეაცინს. ის ძაღლიც ამოვიდა დაბლიდან და შემოუერთდა ამათ. ეგ არის რა ბიჭებო, ზოგადად საკუთარი ძაღლი უნდა იცოდეთ რა მაგრად რა. მე ზეცა ზუსტად ვიცი როდის რას გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენჯერ გაიმაზა დღეს ტყვია.
ყოველთვის ვიცი ის რომ ამოისუნთქებს რას აკეთებს მაგ დროსაც კი ცხვირი არ ქნა არც ეცამ და არც დალი მახალ კურდღელზე ეხლა ჩემთვის ეს ამ წამს რა მუშაობაც ზეცა და დალიმ გააკეთეს. რავი როგორ ახსნაი. ზოგადად დევარი ეგეთი უნდა იყოს რა. ანუ ცხელ ყვალზე ცხვირი არ ქნა. საერთოდ იქვე გაუხტა. გადმოვიდა ორჯერ ჩაყეფა და ისე თავისთან დარჩა. იმიტომ რომ თავისი კურდღელი ყავდა დილით ნაპოვნი და იცის რომ მაღაზიაზე უნდა იმუშაოს იქამდე სანამ არ მოუკლავ ან არ ჩავხსნი. ზოგადად ვიასკა გადაკიდება არის ეგ და არა ის გაგდებულ კურდღელს ან ტურას რამდენი ხანი დასდევს ვიასკა არის ჩაგარკულ ყვალზე რამდენი ხანს დაუთმობს დროს რაც მეც მით უკეთესი იმედი მაქვს ერთხელ ჩემთანაც მოვა ეს დალოცვილი ზევით არის და ავიდე ახლა გადასახეთში იქნება შევიხვედრო მეც ყველას მოუწია მგონი სროლა 2-3 კაცის გარდა. ან დაბლა უნდა ჩამოუვარდეს. ან პირიქით სიღრმეში წაიყვანოს. მგონი უფრო სიღრმეში მისდით. შენი გულის ჭირიმე ზეცუამე. აი, ზეცუ. ჰამოდი. ჰამოდი. ჰა. ოჩახი. აი მოიცემე. ბრავო. ისეც ქმუტავენ ზაღლები. არ ამგონია მაინც და მაინც შორს იწვეს. აი გაბარული არის მანდ გასული. ეხა ჩააყეფებს. გაჩუნდება. და მე უკვე მაქსი ჩუმის უნდა არის რომ უნდა ეშინოდეს კუცქვიდას. შენგენაცო აი სანჩო გიო მოუყევი აბა შენ თავზე ხალხს ვიცი საფრანგეთიდან ხარ ჩამოსული იქ ისწავლე ასე რომ თქვა ნადირობა და აქ ბევრჯერ არ გინადირია მაგრამ როგორ განსხვავდება ზოგადად იქაური ნადირობის შესახებ ორი სიტყვით რომ მოგვიყვე Короче, პირველად ვინადირე ზაფხულში ვიყავ ჩამოსული მწყერზე განაყოფილი ვიყავი ეხლა ვარ ჩამოსული მეორედ ზაფხულის ზამთარში თეორიებით ნადირობაზე ვარ პირველად გამოსული აქ საქართველოში ძალიან ყოფილი ვარ გუშინ ძალიან მაგარი შედეგი იყო სამწუხაროდ ვერ ავიყვანეთ ვერაფერი დღეს უფრო შედეგი იყო ნადირობა
მაგრამ გუშტილი ჩემთვის პირადად გუშტილი მშობა უფრო საის იყო. საფრანგეთზე რო თქვა 1-2 წუთით რაზეა იქნება დართული რაოდენობრივად როგორ არის? რამე იჭმევა ყველაფერზე ფრინველი ნადირი. შენ რომელ მხარეში ხარ? ალბომის ზონაში ვინდირო მე და მაცხოვრობ. და ძირითადად რაზე მიდის იქ ნადირობა? რა ჯიშებით, როგორი სტილით? ფრანგული ანგლოები არის ყველაზე მეტი გავრცელებული. ისინი კიდე გრიფონები და გასკონები. აჰა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პოპულარული. სტილით როგორ? ანუ ადამიანების მორეკვი თუ ძირითადად ძაღლებით? ძაღლები. შველი, ირემი დაშვებული. კი, ყველაფერი. ტურა არ აყავთ. ტურა არ ყავს. გელი ძალიან ცოტა არის. 1000 რაღაცა გელია დათვლილი, 3 დათვი. მას რეგიონში დათვი არ არსებობს. დათვი მარტო ესპანეთს გვაქვს. და კიდე იმას რომ მიყვებოდი სანადიროს სახლზე რა. მაგაზე 1-2 წუთი რო გვაჩუკა სამონადირეო სახლი. ყველა კლუბს თავისი სახლი აქვს, ყველა კლუბს მერიამ გადასცა სახლი. ვისაც სახლი არ აქვს, რაღაცა ტერიტორიას გამოუყოფს და ვისაც ის საშუალება აქვს, იმას აკეთებს შინკი. მერია ჩუქნის ყველა მონადირეს რაღაც ტერიტორიას რო იქ თავის მოხდეს. რომელმესაც რაღაც შესაძლებლობა აქვს. სეზონი როდის იწყება და იხურება? 11 სექტემბერს 28 თებერვალამდე. და გადასახადი ყოველწლიური როგორც ეგეთი ნადირობაში? არის ლიცენზიური. ეგა როა იყო საფრანგეთის ლიცენზია და მე ყველა კლუბს თავის სახა აქვს. მაგ ლიცენზიით შეგიძლია მთელ საფრანგეთში ინადირო? და ეგ არის ნებართვა რომ კლუბის ნებართვა იყო და მე ყველა კლუბში ტერიტორიის აჰა, სადაც კლუბის გაწევრიანება საკლუბო საწევრო სიხდი ცალკე. აჰა. და ამ თამაში შედის როგორც ნადირის ნადირობა, ისევე ფრინველზე. ყველაფერი. შეგიძლია ისე იყო, მარტო ფრინველის უფრო იაფი არის. 200 € არის ყველაფერი, სრული პაკეტი, მთლიან საფრანგეთი ყველაფერი ნადირის ფრინველი. ბრაკონიერობენ ფრანგი ხალხი. არასად არ გამიგია და ის ფრანგი ისეთი მონადირი არის. არავინ არ გააკეთეს მაგას. პედანტი, წყნარი, კანონდამცველი. ყველაფერი ნებადართული აქვს, ჯიგურად ნადირობენ. არავის არ უნდა რამის ზედმეტად მოკლა. რადგან ყველაფერი დაშვებულია. რო იბრაკონიეროს მე რა უგზავნო ნადირობას. კი ბატონო. გადაშვებულია სხვა გზავნებენ. და ქვეყანასთან მიმართებაში რამე არასწორი კანონი თუ არის, ერთობასაც ანახებენ უფრო მეც ვიდრე ჩვენთან. 1-2 წლის უკან იყო, არ ვიცი, თუ ნახეთ, მონადირეებს შეეხნენ, აი ეს გამწონება და ცხოველთა დაცვის რაღაცეები. ცხოველთა დაცვა. საფრანგეთში მე მგონი ქალაქი არ იყო და სამონადირო კლუბი რო გარეთ არ გამოვიდა მიტინგზე. შაბათ კვირას არავინ არ წავიდა სანადიროდ. ერთი კაცი იყო სანადიროდ. ერთობა და კანონი შეაცვლევინეს, ახლა გაგრძელებს ნადირობა. ძალიან კარგი. მოკლედ ორივეგან აქ ცოტა ველური ნადირობები გვაქვს, კი ხედით. ცოტა სხვანაირად ნადირობთ, სხვა სტილი გვაქვს, სხვა კულტურა გვაქვს ნადირობის ასე რომ თქვათ, ვიდრე იქ რა. მოკლედ მეგობრებო, იმედი მაქვს დღევანდელი ვიდეოთი ისიამოვნებდით. მაქსიმალურად ვეცადე კარგი გამოსულიყო ამ ვიდეოში. ორი ნადირობა მექნება გაერთიანებული, დღევანდელი და გუშინდელი ვიდეო იქნება გაერთიანებული. სავარაუდოდ დიდი გამოა, მაგრამ მე მგონია ნადირობის მოყვარულებს, ნუ სეზონზე თუ არა, სეზონს იქითკენ ცოტა ნოსტალგიების გასაღვიძებლად და ნადირობის მონატრების წყურვილის დასაკმაყოფილებლად გადააყოლებინებთ რა. აი წეღანაც ხა აქ სადაც ავართ ადგილზე მოსულები, ურმარილ სადაც ვშლით ასე რომ თქვა და кейფ სადაც ვაპირებთ. აი ეს ვიჯექიც უყველანი და გამოვარდა ბუჩქებიდან ერთი კურდღელი. აი ეს გავაყოლეთ თვალი, გაისეინა თავისთვის წაბოდიალდა. არც ძაღლები გაგვიყოლებიან, სროლაზე საუბარი ზედმეტია. კურდღლის რაოდენობა ვიცით ადგილები, მთელი საქართველოს მასშტაბით პირდაპირ ტყურო ვიცით სადაც არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ნადირობთ ზომიერად, ყოველთვის ნადირობთ მონადირული ეთიკის ნორმებში. ვერავინ ვერ დამაჯერებს საქართველოში არსებობდეს მონადირი, რომელსაც კურდღელზე არ უნდა დირია, ტურაზე არ უნდა დირია, მელიაზე არ უნდა დირიან, სხვადასხვა წვრილფეხა თუ სრულფეხა ნადირზე. ყველაფერს უნდა ქონდეს თავის ზომა, წორმა, წონა და თავისი ზომიერების ფარგლები რა. ნაკლებად ვიბრაკონიეროთ, ბრაკონიერობით გულისხმობ ფარზე ნადირობას, მანუკით და სხვა ხელსაწყოებით ნადირობას რა. ვინადიროთ ძაღლებით, სადაც ძაღლებით ინადირება და ყველაფერს მოგცემს ბუნება. საიმისოს რომ საკმარისი რაოდენობა იყოს საქართველოში ყველაფერი და რაც შეეხება ერთობას და აქციებს და მიტინგებს, ყველაფერში საჭირო არის ერთობა, ნებისმიერ სფეროში და ასევე ნადირობაში. მადლობა და ნახვამდის.